ყველა ბრძოლის მიღმა იმალება უფრო დიდი ბრძოლა. ბრძოლა ადამიანის სულში. იარაღით ომს იწყებს. მაგრამ ადამიანი წვეთს მის შედეგს. დღეს ჩვენს წინაშე დგას კაცი, რომლის გზაც სამხედრო რკინისა და ფოლადის მიღმა სულიერი სიმტკიცის გამოცდაა. ის გენერალია, ამავდროულად მოქალაქე, მამა, მეგობარი, ფიქრის კაცი. ჩვენ ვესაუბრებით არა მხოლოდ სამხედრო ექსპერტს, არამედ ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავში დაუსვამს ძნელი კითხვები. რა არის სამშობლო? რა არის თავისუფლება? და როდის მთავრდება ომი? ბატონო ტრისტან, მზად ხართ დროის გარეშე ვისაუბროთ? როცა გაგიხარდებათ. კარგით, მაშინ რას ნიშნავს თქვენთვის ეროვნული ღირსება? ეროვნული ღირსება ეს არის ჩემთვის ის იდეა და ის იდეალი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი, ეს არის ღირსება, ღვთისმიერ მოძებული ღირსება და ეს არის ის ღირსება, რომელიც ღირსებითაც ჩვენ უნდა ვიაროთ და ქვეყანა უნდა იაროს და სახელმწიფო უნდა იაროს და ხალხმა და ერმა უნდა იაროს. ამიტომ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. და ამიტომ არის რომ მე დღეს დღემდე ამ ღირსებით მოვდივარ და ამ ღირსებით ვიდა იაროს თელმა ჩვენმა ქვეყანამ და თელმა ჩვენმა ერმა. თავისუფლება უფრო შინაგანი მდგომარეობაა თუ გარემოებებზე დამოკიდებული რეალობა? არის, როდესაც თავისუფლებაზე დგას საკითხი, ხო? ჯერ ადამიანი შინაგანად უნდა განთავისუფლდეს შენ პირველად. შინაგანად უნდა გაიწმინდო აბსოლუტურად. ყველა ისი ბინძურე გადაყარდო. მოინანიო ყველა ცოდვები და შემდეგ უნდა იფიქრო საერთო თავისუფლებაზე, რომ თუ გინდა რომ შედეგი დადო და იყოს თავისუფლებისთვის ბრძოლა შედეგიანი, როცა შენ შინაგანად ხარ თავისუფალი ადამიანი და იცი რა არის თავისუფლებისათვის ბრძოლა და იცი რა არის თავისუფლება, ამისათვის უკვე შენ ზათახარო ეს მთლიანობაში ქვეყნის სიცოცხლე ბრძოლა და საზოგადოებისათვის ბრძოლა, იმიტომ რომ ეს ორივე მნიშვნელოვანი არის. პირველ რიგში შენ თავისუფლება აღწევს. ძალიან სასიამოვნო. როდის უფრო ძლიერია ადამიანი, როცა ბრძოლის ველზეა თუ საკუთარ შიშს როცა ამარცხებს? რა არის, ახლა ეს რაც შეეხება ბრძოლის ველზე ძლიერი ხარ მაშინ როცა საკუთარ შიშს ამარცხებ. ჯერ საკუთარი შიში უნდა ამარცხო. შიშს ამარცხებ როცა მაშინ როდესაც შენ მობილიზებული ხარ, გონებრივად და გადალახავ ამას ყველაფერს. შენ შიში თქვა დაამარცხე, ხო ვერასდროს ვერ იქნება ძლიერი. ვერც ბრძოლაში და ვერც ჩვეულებრივ ნორმალურ ცხოვრებაში. ამიტომ შიში ყველა ადამიანში არსებობს. შიშმა კი არ უნდა გმართოს შენ. შიში უნდა მართო, რომ თუ გინდა რომ შენ ძლიერი იყო და აქედან გამომდინარე შესაბამისად მიაღწიო წარმატებებს. ძალიან კარგი. არის თუ არა მშვიდობა უფრო რთულად მოსაპოვებელი ვიდრე გამარჯვება ომში? მშვიდობისათვის ბრძოლას უჭირდება უამრავი საფეხურების გავლა, აბსოლუტურად. უამრავი დაბრკოლებები ხდება, უამრავი წინააღმდეგობები ხდება. იგივე არის ომშიდაც, იგივე არის ჩვეულებრივ ცხოვრებაშიდაც. ამიტომ მშვიდობას რომ მიაღწიო ადამიანი დიდი წინააღმდეგობები უნდა გადალახო. დიდი წინააღმდეგობები უნდა გადალახო. კიდევ და კიდევ განმეორდები, ჩვენ ამისთვის უნდა იყო გზად შინაგანად. ასე რომ მშვიდობისათვის ბრძოლას და შემდეგ მის შემდეგის დადებას დიდი სიამოვნებას გაიწევს ადამიანს, თუმცა მშვიდობისათვის ბრძოლა და ეს მშვიდობა შენ მოიპოვე შენი ბრძოლით, შენი შრომით, შენი ძალებით და აი შინაგანად ხარ უკვე აი ძალიან მშვიდათა წყარად რომ შენ ეს გააკეთე. სასიამოვნოა შესაძლებელი. რას ფიქრობს თქვენში სული, როცა გენერლის წოდებას ატარებთ? სიმძიმეა თუ უფრო პატივი? სამხრები საერთოდ სიმძიმე არის ადამიანისთვის. სამხრების ტარება ეს ის პასუხისმგებლობა არის ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე. ასე რომ სიმძიმეები მთელი ცხოვრება, როდესაც ატარებ შენ ამ სიმძიმეებს და სამხრები შენ კეთილი საქმეს აკეთებ, გასაგებია ეს მძიმეა ყველაფერი, მაგრამ კეთილი საქმის კეთებაში უკვე სიმსუბუქეს გზნობ და ის წინააღმდეგობები და ის პრობლემები შენ უკვე ფაქტიურად შენთვის არაფერი არ არის. ასე რომ სამხრების ტარება ნებისმიერ ჯარისკაცისთვისაც კი მძიმე არის სამხრების ტარება, რადგან შენ ხარ ვალდებული სახელმწიფოს წინაშე, ქვეყნის წინაშე ხარ ვალდებული. მით უმეტეს გენერალი სამხრების ტარება ეს ძალიან რთული არის და მიღწევაც რთულია მას ამ სამხრებამდე და შემდგომ უკვე ამ სამხრებით სიარული და შესაბამისად ამ სამხრებით ცხოვრება რთულია რა თქმა უნდა, რადგან მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და მეტი ვალდებულება გაქვს შენ ქვეყნისა და ერის წინაშე. გასაგებია. შეიძლება თუ არა ომმა ადამიანს სულიერი სიმშვიდე მოუტანოს?
ომს არასდროს არ გვაქვს ადამიანებისთვის სულიერი სიმშვიდე. ომი არის დამანგრეველი, ომი არის სიმახინჯე, ომი არის ბოროტება, ომი არის ის, რომელიც ყველაფერს სპობს კაცობრიობაში. ამიტომ ჩვენ სამხედროები პირველი წინააღმდეგ იმისათვის, რომ ომი არ იყოს ქვეყანაში. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ სამხედროები იმისათვის, რომ ომამდე არ მივიყვანოთ საქმე. და ჩვენ არ ესე იგი არ შემდგომში არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თანამონაწილე გავხდეთ სწორედ ამ გამანადგურებელი ერთ-ერთი მექანიზმის, რაც ქვია ომი. ამიტომ ომი არის ყველაფერი უბედურების მომდანი და კაცობრიობისათვის ძალიან ცუდი და გამანადგურებელი მექანიზმი არის ეს და ის იარაღია, რომელიც იარაღით სპობს ყველაფერს აბსოლუტურად. და მაინც ვინც იწყებს ომს იმისთვის ვინც ომს იწყებს, არა, მე ვფიქრობ, რომ მას არ ყოფნის თავისი შინაგანი რესურსი. თავისი შინაგანი რესურსი და ამიტომ არის, რომ ადამიანები, რომლებიც ომს იწყებენ, ესა პოლიტიკური ხელმძღვანელები, რომლებიც ომს იწყებენ, ხო, ჯერ უნდა ბოლომდე ამოწურონ თავიანთი რესურსი, რაც რესურსიც გააჩნიათ მათ, რადგან აქ მარტო მათზე კი არ არის დამოკიდებული, მარტო ისინი კი არ არიან ამ პროცესში. არამედ მათ უკან ხალხი დგას, მათ უკან ადამიანების სიცოცხლე არის და მათ არ აქვთ უფლება, რომ ადამიანებს წაართვას სიცოცხლე თავიანთი უგნური პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. ამიტომ თუ რაღაც პასუხისმგებლობას გეღებულობ შენ და ქვეყნის სათავეში დგები, შენ იმისათვის უნდა იყოს ზათა ის რესურსიც უნდა გაგაჩნდეს, რომ ომი არ დაეწყო ქვეყანაში. და რა მინდა გკითხოთ, ძალა უფრო იარაღშია თუ ადამიანში? ადამიანი ყველაფერია. ადამიანში შეუძლია ეთიხელისმოსით მიწაზე გაასწოროს ყველაფერი, ადამიანში შეუძლია კეთილი საქმის კეთებით ააყოვოს და ააშენოს ყველაფერი. ასე რომ ის იარაღის ადამიანის მიერ არის გამოგონებული. ასე რომ ძალა საერთოდ ღმერთშია, რომ ვიცოდეთ. და რომ ვიცოდეთ, შეგა რომ გავითაროთ. ძალა არის ღმერთში. ღმერთი შენ გადებს ძალას, გონებას, სულს, გულს, სიყვარულს და შენ ეს უნდა გამოიყენო კეთილი საქმისთვის. რა არის გმირობა? შედეგი, რომელსაც ხალხი ხედავს თუ გზა, რომელსაც თავად გადიხარ? გმირობა ეს არის, რასაც შინაგანად სწორად აკეთებ. გმირობა ეს არის, რომ შენ ადამიანი, რომელიც ჩაფიქრე ეს საქმე არის სწორი და მართლა სწორია და ამ საქმით შენ უკვე ბევრ ადამიანს კეთილს გაუკეთებ და გადაარჩენ და სწორზაზე დააყენებ, ეს არის გმირობა. ნუ ხლა ხალხი როგორ დაინახავს მას, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, რომ მე გავაკეთო ის რა მისიას მაქვს დაგისრებული და არისთვისაც მე დღეს სამხედრო მუნდირი მათვია. ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, ეს არის ადამიანების გადარჩენა ნებისმიერ სიტუაციაში და ეს არის ის, რომ ყველა ადამიანი შენ უნდა გიყვარდეს. მას არა, ჩემთვის არ აქვს უშუალობა ის როგორი ხედვები აქვს მათ პოლიტიკურად. ჩვენ სამხედროებს საერთოდ ფიცი გვაქვს მიცემული ქვეყანაზე და ამ ქვეყანაში ყველა კატეგორიის ადამიანები ცხოვრობენ და მით უმეტეს სამხედრო არის ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი სწორედ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასე რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი საინტერესოა. და არსებობს სამართლიანი ომი? ომი ყველა უსამართლოა. ომი სამართლიანი არ არსებობს. ომში სამართლიანობას ვერ დადებ და ვერც ეს შემთხვევაში ომში იმართებს ის ვინც ძლიერია, იარაღით, რესურსით და შემდგომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. გინდა შემთხვევანი იყავი, გინდა მართალი იყავი. ასე რომ ჩვენ ომამდე არ მოვიყვანოთ საქმე. ომით სამართლიანობა ჩვენ ვერ მოვიპოვებთ. სამართლიანობა ჩვენ მოვიპოვებთ მეტად ჩვენი წინდახედულობით, გონიერებით და იმ გამჭრიახობით, რომელიც ქართველ კაცს მუდამ მოსდევს ისტორიულად. ამით შეგიძლია ჩვენ სამართლიანობა და სამართლიანობით ვიცხოვროთ და არა ომებით დამკვიდრებული სამართლიანობები საერთოდ დიდხანს ვერ არსებობენ. ისინი მალე იმსხვრევია. როდის იწყება ღალატი? ფრონტზე თუ საკუთარ სულში? როდესაც შენ ეშმაკს მიყიდე თავს პირადად და ეშმაკში შენში გამეფედება, აი მაშინ არის ღალატი. ყველაზე დიდი ბრძოლა თქვენში სად გაიმართა? ომში თუ საკუთარ თავთან? საკუთარ თავთან. როდესაც ეს განაცხადი იმ ბოროტებას, რომელიც ჩემში იყო. ესა ყველა ნებისმიერ ადამიანში არის. ბოროტება? რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანში არის. და მაინც რა ბოროტება? ეშმაკ ბოროტება არის.
ეშმაკი ნებისმიერ ადამიანში ზის, ის და მას ყავს დაპყრობილი ადამიანი სულიერად და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ადამიანში გამეფთეს ის. და როდესაც მე ეს გადავლახე და ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, როდესაც მე ეკლესიაში წავედი და აი მაშინ ვიგზელი რომ მოძღვართან მივედი და რაღაც გარკვეულ იმ მომენტში მართლაც სხვანაირი ადამიანი გავხდი უკვე, როდესაც მე მოძღვარს ჩემი რაღაც პრობლემების შესახებ ვესაუბრე. და ნაბიჯ უკვე ვიგზელი რომ რაღაცა ჩემგან გავიდა ის ბოროტება და ის ცუდი ფიქრები და აზრები, რომელიც მანამდე იყო ჩემში. ასე რომ ეს ნებისმიერ ადამიანს აქვს ეს ბოროტება და ეს ეს მის ამიტომ არის რომ შენ თვითონ უნდა გადალაგო ეს ყველაფერი. შენ თვითონ უნდა იბრძოლო იმისათვის რომ შენ დაამარცხო. და დაამარცხე. ძალიან კარგი. რა არის თქვენთვის სამშობლო? ტერიტორია, ხალხი თუ იდეა? ყველაფერი ერთად. ხალხი, ტერიტორია, იდეა. სამშობლოს აბა ერთად. ესე გამოდის ტერიტორიაზე მყოფი იდეური ხალხი. მეტეს ხალხი, რა თქმა უნდა, მეტეს ხალხი, აბა ეს ამით ვარ, ჩვენ ამით ეს ერთმანეთია შეწმული ყველაფერი აბსოლუტურად და ამით ერთმანეთს აძლიერებს ეს ყველაფერი. ახლა ტერიტორია და ხალხი და იდეა არ იყოს, რა იქნება, რას მივიღებთ? ვერაფერს ვერ მივიღებთ. ამიტომ ხალხი და ტერიტორია რა სად იქნება ეს ხალხი, სად იცხოვრებს? იდეა და ეს გამოფიტული ადამიანები? აი, ეს ერთმანეთს ავსებს ეს ყველაფერი. სამივე, რა თქმა უნდა და ბატონო ტესტან ვერ ბრძოლებში ხართ ნამყოფი და იცით რა მაინტერესებს შეიძლება თუ არა მტრის სიყვარული ეს არის ოდესაც ყოფილა შემთხვევები რომ აი დაუშვათ ცესვის შეწყვეტის შესახებ გარკვეული შეთანხმებები მომხდარა და შესაბამისად იქ თქონია რაღაც გარკვეული კომუნიკაციები პირდაპირ შეხვედრა მოწინააღმდეგე მხარესა მაგრამ მე როგორც ასეთი ახლა სიმართლე გითხრათ რომ ის შემიყვარდება და მისი აზრები და მისი ის მომწონები ამაზე პედაგოგიური და ჩემთვის მიუღებელი იყო მაგრამ მე დავიფასებია მისი გამბედაობა წაღან ვიხსენებდი სტოკჰოლმის სინდრომი არის ესეთი როცა მძევალს უყვარდება ბანდიტი და ესეთი ვარშენ ჩადდება გავაკეთე ძალიან ახლა ის თქვილი გამომივა რომ აი მე მაგალითად აი ახლა დაკრული სიმპათიები მქონია ერთად აი ეს ამ ქონია და ის რომ მე შემიფასებია მათი რაღაც გარკვეული სიძლიერე და გარკვეული სამხედრო ოპერაციები დადებითად ეს ფაქტია იმიტომ რომ შენ მოწინააღმდეგე ხარ ნუ შეაფასო ყოველთვის როგორც ის არის და როგორც ის მოდის შენთან შენ წინააღმდეგ ეს შეთვისაც კარგი არის სადღაც შენ ხედავ მის სიძლიერეს რომელიც სიძლიერეს შეიძლება შენ გამოგადგეს აქეთ შენ როცა ბრძანებას გასცემთ მაგალითად რა უფრო გჭირდებათ ამისთვის გონება თუ გული ბრძანების გაცემის დროს ყველაფერი გჭირდება აბსოლუტურად სულიერ მობილიზაციას გჭირდება გონებრივი გადაწყვეტილებაც გჭირდება აბსოლუტურად იმიტომ რომ ბრძანების გაცემა შეიძლება შეიძლება უაზრო და არასწორმა ბრძანებამ ძალიან ბევრი შენს უკან მდგომი ჯარისკაცი დაღუპოს ხო ამიტომ ჯერ უნდა ყველაფერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გადაღეჭო და შეისწავლოს ყველაფერი რასაც შენ აბრძანებას უნდა გასცე რამდენად ეს არის შენთვის მომგებიანი რამდენად არის ეს შენთვის და შენი ხელქვეითებისათვის ის რომ შენმაც აბრძანების საფუძველზე არ მიაყენებ დიდ დანაკლისა დიდ ზიმას და შენ უნდა გაციეს ბრძანება თუ კი ეს იქნება სწორი და თუ კი ეს იქნება ისეთი როგორც შენს ქვედანაყოფსა შენ გამოგადგება და ამიტომ გონება სჭირდება ბრძანების გაცემას და გულის სჭირდება და სულიც სჭირდება რომ ეს ყველაფერი იყოს ერთად ისეთი როგორც საჭირო არის ყოფილა შემთხვევა ბრძოლების დროს როცა ანთებული გულით გაგიციათ ბრძანება და სავალალო შედეგი დამდგარიყოს ანთებული გულით რომ აი კი არის ჯერეთის რომ იყო ისეთი რაღაცეები შემთხვევები თუნდაც აფაზეთში ხშირი არ იყო მაგრამ რამოდენიმე შემთხვევა იყო რომ სმითი წყალობით ამ ჩემპიონატის გასაგებია აღაცნიერად არ მოგცა უარყოფითი შედეგი მოიტანა მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმატებასაც ვერ მიაღწია წარმატებასა მე მიფიქრია რომ ეს არ უნდა გამეკეთები ასე და ამიტომ ყოველთვის მე ვაკეთებდი ისე რომ მართლაც რომ აი ცივი გონებით მეღო გადაწყვეტილება და არა რაღაც ემოციებით იქიდან გამომდინარე რაც ერთხელ დაუში შეცდომა აი რას ნიშნავს თქვენი თვალით დანახული მამაცობა
ჩემი თვალიდან ახალი გამოცება ეს არის რომ ადამიანი აკეთებს ამ საქმეს იმისთვის რომ ის მარტო მას კი არ ჭირდება. ეს თქვენი პასუხი გენერლის გადმოსახედიდან არა, თქვენ ტრისტან ციტელაშვილის გადმოსახედიდან გადაგაკეთეთ. ეს აქცენტი პასუხს რომ ის აკეთებს საქმეს იმისთვის რომ ის მარტო მას ჭირდება. ნებისმიერი ადამიანი რომელიც ჩამოვიდა ამ პროცესებში და რიგითი ჯარისკაცის ხო? რიგითი ჯარისკაცი მარტო თავისთვის კი არ ბრძოლობს იმ ბრძოლებში. ის ბრძოლობს კიდევ იმისთვის რომ მან გადაარჩინოს ქვეყანა. მან ესე იგი შეასრულოს ის ამოცანა რომელიც ამოცანა საფუძველს უამრავ ადამიანს შეუძლებს სიცოცხლეს ხო? ამიტომ ის მამაცობაა ეს ყველაფერი და ეს არის მამაცობიდან გამომდინარე ხდება ყოველთვის დადებითი შედეგების დადება. ვისე უფროა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი ლიდერზე თუ თვითონ ხალხზე? ხალხია ყველაფერი. ხალხი ჩვენ ამივაქციოთ იმას რომ ხალხი გადავაჩიოთ რომ აი რაღაც კერპი არ გვინდა ჩვენ კერპი არ გვინდება ხალხმა უნდა მოთოს ქვეყანა. ჩვენ არის მიფალი ერთი რომელიც გვადებს ძალას, ღონეს, გონებას, ნიშს, სარჩოს და არის ხალხი, ხალხმა უნდა უსმენოს უფალს და შესაბამისად ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორი ქვეყნის მართველი ჭირდება მას და როგორი მოდელი ჭირდება ქვეყნისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს. ჩვენ ამ დონეზე უნდა მივიყვანოთ ხალხი. ხალხი დღეს არ არის ამოიღებული. ხალხი დღეს აი პირდაპირ ესეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ჯერ მოსამზადებელია საზოგადოება. საზოგადოება უნდა მოუძებოს ამის საზოგადოება თუ არ იქნება პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ ისიც ვალდებული არის ქვეყანას ამიმართებაში, ხალხთან მიმართებაში, სახელმწიფოს ამიმართებაში, ხო? ისე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერ გაიზრდება. ამიტომ ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა და ლიდერმა უნდა მოусმინოს ხალხს და არა ხალხმა მოусმინოს ლიდერს. ცოტა ერთი ღრმა კითხვა უნდა დაგისვათ. როგორია თქვენთვის სიკვდილი? მტრისთვის შიში თუ მეომრის ღირსება? აცით რა არის ღირსეული სიკვდილი ეს მართლაც ღირსეული არის და ეხლა ლაჩრობის სიკვდილს ნამდვილად არ ვინადრები რა. ღირსეულად ადამიანი რომ მოკვდება ბრძოლაში ღირსეულად და ის რომ მოწინააღმდეგე მხარეს ღირსეულად შეაკლავს თავს, ეხლა ისეთი მოქმედებები არ უნდა გააკეთო რომ შენ დაუშვათ არ მართო შენი თავი და რაღაც მაქსიმალური უნდა გააკეთო რომ არ დაიღო ამ ბრძოლაში მაგრამ ხდება ეს ასეც არის ომში ეს ხდება ხო იქ 1%-ია გადარჩენის ხო გადარჩენის სიკვდილი გიჭირავს ხელში და ამიტომ იმისთვისაც მზადნა იყო რომ შენ ღირსეულად დაიღო ბრძოლებში და ღირსეულად არა თუ მარტო ბრძოლებში არამედ ნებისმიერ მოქმედებებში რომელიც მოქმედებას არის ქვეყნისათვის საქართველოსათვის და თუნდაც ძმაკაცების გვერდში დგომისათვის თუნდაც ქუჩაშიც ღირსეულად როდესაც ადამიანი რაღაც გარკვეულ ბრძოლებში იქნება თუ რამე გარკვეულ მიმართულებებში ის მოკვდება ხო ეს ღირსება არის და ეს არის რჩება სახელი და ახლა არაღირსეულები ჩვენ ძალიან ბევრი ვიყავს რა თქმა უნდა იმ ქვეყანასაც არ ჭირდება რა და მაინც თქვენი აზრით არის თუ არა დრო ყველაზე დიდი გენერალი დრო თუ ყველაზე დიდი გენერალი დრო არის ყველაფერი აბსოლუტურად დროა ყველაფერი გენერალ სიმუსი კი არა ფაქტობრივად დრო არის ყველაფერი დროს მოაქვს ყველაფერი შენ კი არ მიგაქვს დროს ამ ყველაფერი დროს მოაქვს ყველაფერი ამიტომ დრო არის ყველაფერი დროს ჩვენ უნდა გავოფრთხილოთ დრო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი საქმის კეთებისათვის და ჩვენ დროში უნდა ვიყოთ ჩამჯდარი ისეთი რიტმში და ისეთ მოქმედებებში რომ ამ დროში ჩვენ ბევრი რამ მოვიგოთ სიკეთე და ამ დროში ჩვენ გავაკეთოთ ისეთი რამ რაც ჩვენ ქვეყანას აადგება ამიტომ დრო არის ყველაფერი უკან მოხედავს ვერ მოასწრებ ისე შემოგეხარჯება ხელში ეს დრო და გამოიხედა და უკვე წლებია გასული ხო ამიტომ ეს ყველაფერი შენ უნდა დააბალანსო შენ უნდა განსაზღვრო შენ უნდა არ უნდა გაგექცეს ხელიდან არც ერთი წუთი და წამი ესე უქმად რომ აღარაფერი არ გააკეთო ამიტომ დროა ყველა დრო გენერალის არის და დრო მეფეც არის და დრო მართველიც არის დრო არ ყველაფერი არის შეიძლება თუ არა ომმა მაგალითად ახალი მორალი შექმნა საზოგადოებაში ომი არის მორალებს ხმის და არც საზოგადოებას არ არის ომი ამახინჯებს ყველაფერს აბსოლუტურად ყველა ნებისმიერი ამახინჯებს ყველაფერს წლები გინდა შენ რომ ის ადამიანები დაიბრუნო რომელიც გასაგებია და კარგი არის მაგრამ ვინც ცოცხლები დარჩა ხო მათ სულში სიმძიმეები არის
და ამიტომ წლები გინაშე რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად უკვე დააგდნენ ადამიანურ ცხოვრებას, ხო? ამიტომ ეს ძალიან რთული ის არის, რაბოლოტი არის ეს ყველაფერი არის ომი, სწორედ ამ ადამიანების საწინააღმდეგოდ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველაფერი დავუბრუნოთ, რაც ცუდი არის და სიკეთილე წავიყვანოთ საზოგადოებას. ძალიან კარგი. გენერლის თვალით მინდა დანახული დღევანდელი პატრიოტიზმი აღვიქვა, როგორი? ძალიან ცუდი არის. სიმართლე გითხრათ, მეკეთები არის. ჩვენ ყავს გახლეჩილი თაობა, გახლეჩილი ახალგაზრდა, გახლეჩილი მათი მშობლები, მათი ბებიები, ბაბუები. ისეთი დროა 25 წელმა საზოგადოება ქართულში არის საზოგადოება და არის ეს ადამიანთა ნაწილი, რომელიც სწორად ფიქრობს მოთხოვნით და სწორად ხედავს სამყაროს სამშობლოების საკითხს და პირადი ცხოვრებისას. არის კონდიგენტი, რომელიც კონდიგენტი არის დამონებული მართალი, დაზომბირებულები არიან და დატრენირებულები არიან. არის და თაობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ, გავიაროთ, შეხედავთ. ძალიან კარგად შეამჩნევ ვინ რას ფიქრობს რა ახალგაზრდები, ხო ძალიან კარგად შეამჩნევ. გზასასწრელები არიან, დასაბრუნებელი ეს ბავშვები უნდა დავიბრუნოთ ჩვენს უყურლავგან, იმიტომ რომ სწორი იდეოლოგია უნდა იყოს ქვეყანაში და სწორედ არასწორმა იდეოლოგიამ დაამახინჯა დღეს ეს საზოგადოებრივი ეს ცხოვრება და არასწორმა იდეოლოგიამ გახლეჩა ადამიანების შუაში. ხო? ამიტომ არის დღეს ყველაზე დიდი როლი დღეს უნდა ითამაშოს ეკლესია, სამღვდელოება, თვითონაც ჩვენთანგანმა იმაში, რომ ეს ხალხი გავეერთიანოთ და ერთ სწორჯაზე დავაყენოთ და არ იყოს დაპირისპირება ქვეყნებში, არ იყოს დაპირისპირება ადამიანებში და ის ვინც არის ამათი ეს ისინი ვინც ამათ მართავს და ისინი ვინც არის იმ მართველების ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილები, იმათ პასუხი უნდა მოეთხოვოს, იმიტომ რომ ისინი თავიანთი საქციელებიდან გამომდინარე და თავიანთი ამ კრედენებიდან გამომდინარე პირდაპირ უსკულისკენ მიყავთ ის ახალგაზრდა და ის ადამიანები, რომლებიც დამონებული ყავთ თავის იმ ბინძურ იდეოლოგიას, რა ბინძური იდეოლოგიის საფუძველს უნდათ მათ ეს ადამიანები დაიმონონ. ეს დამონება ადამიანის. აი რაცა თავისი იდეოლოგიის. აი ავიღოთ, ახლა მაგალითს მოვიყვანოთ. სოროსმა წლები იმუშავა ქვეყანაში, სოროსმა. რომ ეს შედეგი მიიღო, რა შედეგი დღეს ჩვენ გვაქვს, ხო? ანუ სოროსმა გააკეთა ის, რომ გამოფიტა, თაობები გამოფიტა. აღარ დაუტოვა არანაირი არც აზროვნების, არც ფიქრის და არც ცოდნის მიდრეკილების საშუალება ადამიანებს. სოროსმა მარტო მე მახსოვს ესეთი მისი განცხადება, რომ მე ამ ბავშვების მშობლები და ეს მეკითხები ეს ბავშვი იმჭირდება. მე პატარა ბავშვი იმჭირდებაო და იმიტომ რომ მიიღო ის რაც რაში დაჭირდებოდა. შესაბამისად ეს შეიძლება ამათი დაბრუნება. როგორ შეიძლება? შეიძლება ამათი სწორგზაზე და პატრიოტიზმი ასწავლო. პატრიოტიზმი ასწავლო, მაგრამ ჯერ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ გავდენოთ სოროსი ქვეყნიდან. თავისი ბინძური იდეოლოგიით. გავდენოთ ყველა ის შემოგზავნილი დივერსანტი ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს არის საკმაოდ კარგად ფეხმოკიდებული ყველა სტრუქტურაში. გავდენოთ ის დატრეინინგებული პროფესორები, რომელსაც ორდღეში ერთში მიცეს დიპლომები და პროფესორის სტატუსები, იმისათვის, რომ მათმა დაამახინჯონ საქართველოს ისტორია, მათმა დაამახინჯონ ჩვენი კულტურა, ჩვენი ადათ-წესები. არის ძალიან ბევრი არის. აი ეს არის უხილავი მტერი. მტერი არის ორი სახის. არის რომელსაც შეხედა მოწინააღმდეგე მხარე შეიარაღებული მოდის შენ წინააღმდეგ და არის მტერი, რომელიც შენს გვერდზეა და ვერ აღჩენ იმას. და ის თავისი ბინძური იდეოლოგიის ცდილობს, რომ შენს გადაგიყვანოს თავის მხარეს. ეს არის უხილავი მტერი და ეს უხილავი მტერი არის სოროსი. თავისი აი ესეთი ლეკვებით, რომელიც დღეს მოდებულია საქართველოში. ამას ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ერთად გავაკეთოთ საზოგადოებას ესეთ. ჩვენ გამდებით სოროსს. გასაგებია ბაბაოსთან და მინდა კითხოთ ესეთი რაღაცა. ბრძოლის შემდეგ რა რჩება? ტკივილი, გამოცდილება თუ სიბრძნე? აი თქვენ ესეთი სამი კომპონენტია ახსენეთ ახლა. ტკივილი, გამოცდილება, სიბრძნე, სამი რჩება. ტკივილი ის რომ შენ ამ ბრძოლებში ფაქტაც
არ სიამოვნებს ახლა სიმართლე გითხრათ არ სიამოვნებს რომ როდესაც დასაგებია რომ ეს მტერია შეგინა რა მაინც არ არის სასიამოვნო იმას კლავშე ეს ტკივილია მაინც ტკივილია რომ ადამიანია ეს უბრალოდ მას სხვა წარმოსახვა აქვს და სხვანაირად წარმოუდგენა და სხვა იდეოლოგიითაა და სხვა ინფორმაციითაა გამოკვეთილი ხო ასალებ ხო რა გამოცდილება და სიბრძნე ეს არის სულ შენ უკვე გადახედა იმ შენ წარსულს იმ შენ მოქმედებებს და იქიდან უკვე ანალიზს აკეთებ და სწორ დასკვნებს ძალიან სასიამოვნო და ბოლო კითხვა არაფერს მითხავთ როგორ აკითხავთ ისმენთ მე მაინტერესებს მე არაფერ არამედ შემდგომი ცხოვრება თქვენ როგორ წარმოგიდგენია შემდგომი ცხოვრება აი ხო შემდგომი აი ცხოვრება რომელიც ცხოვრებაც მიმდინარეობს თქვენში და თქვენ ხედავთ თქვენი აი გადასახედები როგორ წარმოგიდგენია ნუ ჩემი შეხედულებით ეგრე წარმომიდგენია რომ შემდგომი ცხოვრება ადამიანი ცხოვრობს იმისთვის რომ შემდგომი ცხოვრება უკეთესი ქონდეს მე ვცდილობ რომ ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი გამოვიყენო იმისთვის განვლილი ახლანდელიც რომ შემდგომი ცხოვრება უკეთესი მქონდეს უკეთესი მქონდეს იმისთვის რომ ერთი და იგივე საჭმელიც მოწყინდება ადამიანს ხო უკეთესი ცხოვრებისკენ ყველა ამისთვის იბრძვის უკეთესი ცხოვრებისკენ არ მინახავს მე ადამიანი რომელსაც კარგი ცხოვრება აქვს და ცუდი უნდოდეს ნუ ეს არის ჩემი პასუხი ასე რომ ვთქვათ დიდი მადლობა ბატონებთან კარგად გრძელდებოდეთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის ომი ზოგჯერ ხდება რუკებიდან მაგრამ არ ხდება ადამიანთა გულებიდან სამშობლოს დაცვა მხოლოდ იარაღის ტრიალი კი არაა სულიერი არჩევანია ყოველ ნაბიჯზე ჩვენი სტუმარი გენერალი ტრისტან წითელაშვილი გვახსენებს რომ ძალა იქ არის სადაც სიმშვიდე და სიმტკიცეა იქ სადაც ადამიანი საკუთარ თავს ეუბნება მე ვრჩები რადგან ჩემი ქვეყანა არსებობს და ბოლოს თითეული ჩვენგანის გულში იბადება ყველაზე მთავარი კითხვა როდის მოვა დრო როცა სამშობლოს სიყვარული ომში კი არა მშვიდობაში დაგვჭირდება ვინ იქნება შემდეგი